პაატა ბურჭულაძეც ადრე გავიდა დერეფნის მიღმა და ბოჭვა გააკეთა. როგორც ჩვენ ახსენე, სულტროთ სწორი გადაწყვეტილება, კარში რო დაარტყან და გამარჯვება მათ არაფერს შეაწყობთ. კარგავენ შანსს და პირველი დერეფანი 22 მეტრიან ზონაში ყოჩები შემოაგდებს ბურთს. შევიდან 22-ში, წინა აუთში არ ახტა ტაო ნახოთ. კარგი აუტი, ბოლო კაცე, მოლი. მე მგონი გაჭრილია შუიდან, უნდა გაიტანოს პერანიძე კარგად და რაკნა წამოედო. თვითონ წამოედო, ხო, თვითონ წამოედო, კი. თამაშია, გრძელდება. იქვე შეუტია გაგაგორგასლიძემ. და აიღე და მიეძალზე თამაშობს ყოჩები. პერანიძე მითითებებს აძლევს, მალაღურაძეზე გაიტანეს ბურთი, მოკლე შეგორება და პირდაპირ გადავიდა კიდეზე, რაც დარტყმის ადგილის გასწვრივ იქნება მასპინძლების დერეფანი. ხო, ჩამოგითვლით გუნდებს თუ კარგად არ იცნობთ ჩვენ საწყილო მდგომარეობას, ქუთაისის აია პირველ ადგილზე, ქუთაისის არესი მეორეზე, მესამეზე ბათუმის ბათუმი, თბილისის ხვამლი და მეოთხეზე, მეხუთეზე და მეექვსეზე ადგილებს იყოფენ თბილისის არმია და რუსთავის ხარები. ასე დასრულდა 17 რაუნდის შემდეგ. აქ ვერ გადაიტანა ბროძელმა და არის სივცე შეუტევს ყოჩები, წამოვიდნენ კიდევაც ხაზ მოთამაშეებით, თუმცა კარგი დახვედრა. პერანიძე მონახა, მე მგონი კუთხეში ცარელი ადგილი და ფეხით ითამაშა, კი ბატონო. თუმცა იყო ჩაღესი იქ და ბურთი წამოიღეს კონჭეტევა. ახტება ნიკოლაშვილი უტევდა, კარგად ამოვიდა და ეხლა აქ მოკიანებს გააკეთებენ ალბათ ერთ-ორ დარტყმას. დააგრძელა უკვე ეგრევე რეზი ბრძოლა ჯარიმა, კი ბატონო. მარტივი ჯარიმა გასცა ყოჩებმა. ალახაძე გადავა აუჩი. ამოვიდა ცენტრამდე, ნახოთ პირველი შანსი იქნება ტაოს რო ბურთი ჩაიდოს ხელში და შამშეტევა გააკეთოს. ხდება, მოიპარა, არა, ტაოსია ბურთი, მიდიან წინ. გააკეთეს ბურჯებით დარტყმა. გამოვარდა რაკიდან აქ ცოტა იქეთ იხედებოდა რეზი ბროძელი და ამ მომენტში გამოვარდა ბურთი და ვეღარ მიაქცია ყურადღება. მალაღურაძემ დაარტყა, აქ არა. არ უნდა ეთამაშეს, ალბათ ჯობდა გაეტარებინა, მაგრამ მათია ბურთი, ტაოსია ბურთი, ისევ კარგი წამდა არა. ხო. ეს კარისკე ზედმეტრისკი იყო. და საბოლოოდ ყოჩო მიიღო შენერი აუტი. ჯერჯერობით სამცხე ჯავახეთის ნახევარზე მიმდინარეობს თამაში. ჯაბა ბრეგვაძე ძალიან გამოცდილი და ერთ-ერთი საუკეთესო ბურჯულოვსანი თავის თაობაში ნამდვილად საკლუბო კარიერა ძალიან მაღალი დონის ჰქონდა. აქ ისევ კარგი აუტი. ჯერჯერობით უჯარიმოთ არის ტაო და გავიდა პერანიძე. ახტება. დიდი ქაოსი. ცოტა უფრო ფეხბურთს დავამის და შკინინი უბერებელი ფეხი დაარტყა. და შეენარჩუნებინა. კი, უნდა შეენარჩუნებინა. გაშულმა მოუმერე აიღო ბურთი, ისევ გიორგი შკინინი დაეუფლა, წავიდა კიდისკენ და გადადევნეს.
აი წინა ეპიზოდში თუ დააკვირდეს, როგორ არავინ არ დაახტა ბურთს, რო ბურთი შეენარჩუნებიათ, სოკოლას უნდა ფეხით მოეგიდებინა. იყო მაგის შესაძლებლობა ნამდვილად. ვერც ფეხი მიატყეს კარგად, მაინც და მაინც ვერავინ, ასე რომ ხედავთ აი ყურადღება რა, ხედავთ თავის მიმართ რომ სამი კაცი იღებს ჩვენს გარდა და მაინც 4 მაინც შევაქოთ ყოჩე ყველავარიჩ მიუხედავად იმისა რომ არ ქონდათ კარგი წელი, აი ბოლოში ეს მაინც არ ჩვენს ხასიათი. ისე როგორც შაშან, სხვათა შორის შაშან უბრალოდ პლეიოფში შევიდნენ, ეგ საერთოდ მესამეზე გავიდნენ და წელსაც ასე ვთქვათ ბოლოში, ასე ვთქვათ მოიკრიბეს ძალები. ხო, რა თქმა უნდა, ყოველთვის ეს არა სასურველი მსგავსი რამე გააკეთო, მაგრამ მაინც ბრძოლისუნარიანობა ეს კარგი თვისებაა. მალაღურაძე კარგად ჩართო შეიყვანეს შრაზე ფურთხანიძე, გზელი პასი და უნდა გაიტანოს. არა, გოლაშვილი ტრიალში შეინარჩუნა მაინც ბურთი, ოდნავ შენელებული პასი მიიღო. და დაუვარდა ბურთი, დაუვარდა. გაიშვირა შოთა თევზაძემ ხელი, დავინახე. და საბოლოოდ უკან სარიელია ადგილი, უნდა ამოწიონ ხაზი ახლა აქ სამცხე-ჯავახეთის მორაგბეებმა და აუცილებლად წნეხში ჩააგდებენ. და ჯარჯარის შანსია ჯარჯარიმდეს კიდევაც კი აქ რალელოვედად ეს ვაჭკათმა დაებოლებინა აუცილებლად გოგოლაშვილს ასლელო ნუ თან ესეთი მომენტი უნდა დაასრულოს ხო მაგრამ ოდნავ შენელებული პასიც მიიღო ესეც სვავს ეგეც იყო კი ნამდვილად იდეალური პასი არ იყო ნამდვილად ის სწრაფეში გაჩერება მოუწია ისე მიიღო უბრალოდ ჩვენ ახლა ალბათ გუშინ ფიჯელების ეფექტის ქვეშ ვართ და რაკასგან რო ველოდებით რაც გავსველოდით საბოლოოდ ყველაფერი დაუსვეს. კარგად დასრულდა, პირიქით იქეთ მიიღეს შეტევა მეტოქის 22-ში. აგდეს ზოიძეზე ჩამოიღო და ჯარიმა. ტაიმინგი თქვა ვერ დაიცვეს კარგად ყოჩმა მორაგბეებმა. აქ მეტრეველმა კარგად შეიყვანა ხელაია. არ გიგინეიშვილი უკაცრავად რა. და აქ შებრუნებული გადაცემა და დაუბრუნდებათ ის ჯარიმა. კუთხეშია აქ არა თუ სად არის ჯარო ნახოთ 15 მეტრი ხასდა თუ შევა კარებშიც კი დაარტყას ტალახაძემ არა აუტისკენ გაიშვირა ხელი უჩას ხო სხვათა შორის ვიტყოდი რომ სწორი გაწყვეტა იმიტომ რომ ერთი ლელოც რო ძალიან ურთულებენ ყოჩებს საქმეს ამითი და ეს ვიტყოდი რომ სწორი გაწყვეტილებაა ერე უკვე 4 ლელო უნდა დაუტოს ყოჩებმა. თუ ყატაუმ ვერ დადოთ ან გავასწრებორენებს, ჯერ ტელეფონი მოიგონ, მე მოლი ჩამოაყალიბონ და მოკლედ ასე. თან ჩვენ ისევ საუბრობთ, რომ რა თქმა უნდა დაწვევა ტაო ამ თავის მოგებას გეგმავს და არ ფიქრობს, რომ მაინც და მაინც წააგოს ბონუს ქვის გარეშე, რა თქმა უნდა. აუტი, კარგი აუტი, ჩამოუგდეს თუ აკატას და ახლოს არის ლელოსთან. ბუჯო, არა. გამართული მივიდა, თუმცა წავიდა მიწაზე, ახლა უნდა პრეზენტაცია მოახდინოს ბურთის, უნდა გადაგორდეს ყოჩების მორაგბე. არველაძია თუ ავსდები. ბროძელი. კიდევ ერთი კარგი დარტყმა. ახლოს არიან მიზანთან და თვითონ ბროძელი უტევს და ამიცა. არა დაუვარდა კი თავზე ადგა ჯარიმა ჰქონდათ კი ჯარიმა ჰქონდათ როგორც ჩანს ხო ახლოს იყო აქ დაო ძალიან მიზანთან აუტი თუ შერკინება იმიტომ რომ შერკინებაში დაო ძალიან ძლიერია კი არ მიხანაშვილია მათი შერკინების სულელია ის რომ მის გუნდებს ყოველთვის ახასიათებს სტატიკურ შერკინებაში კარგი თამაში სტატიკურ მომენტებში
ირონდიო და გიგა ქუთინეშვილი მიაწვევიან ნიკა ხატიაშვილს და გორგასლიძეს. პირველი შერკინება 15-მეტრიან ზონაში ყოჩების ხარეს. ბურთი გამოვიდა უჯარიმოთ, მოეხსნა ზოიძე ახლოს არის ძალიან, თუ ვერ მიწვდა. და არა ჩავარდა აქ შორაბღებრიშვილი. თუმცა ბურთი ისთვის ხედი არ შეუშლია, ამიტომაც მე მგონი ჯარიმი და ჯარიმით არ დაუჯარიმებია. კიდევ აიღე და მიეძალე და დაკარგეს ბურთი კი. წინ თამაშია. არ იყო კარგი რაკეტი და დაიცვა თავი ყოჩებმა. დაუშვა შეცდომა. დაო. კიდევ ერთი შერკინება ამჯერად უკვე ყოჩების. თავიდან მოეწყობა. აქტივი ბრძოლა იქნება ძალიან. გამოცდილი ორი ძალიან გამოცდილი მორაგბე ყავს ყოჩებს ნიკა ხატიაშვილი და ჯავა ბრეგვაძე, თუმცა ორივე ასაკში ესე ვთქვათ. მოეწყნენ ბურჯები, ნახოთ. და კიდევ ერთი პრობლემა თავისუფალი. ადრე გადავიდა როგორც ჩანს სამცხე ჯავახეთის შერკინებაში. კი, მარტივად გადაწყვიტა შოთა თევზაძემ ეს პრობლემა. თავისუფალი როგორც წესი ესე მიიღება გადაწყვეტილებები ამ ზონაში. დავიდა ბროძელი დაფარებაზე, შეაწუხა მალაღურაძე, თუმცა მაინც კარგად გადავიდა ლაშა. ისევ კარგი აუტი თავისგან, თუმცა ცუდი ჩამოგდება და ჯარიმა. ჰაერში ეთამაშნენ, გაათამაშა ბროძელმა სწრაფად, თუმცა მარტოა. იწევს წინ და დაკარგა ბურთი პერანიძემ. პერანიძემ ამოართვა ბურთი და იქვე შებოჭეს. გაშალა ბურთი ყოჩებმა. გრძელი დარტყმით გადადის წინ ყოჩები და საკმაოდ დიდ მანძილს იგებენ. დაბრუნდნენ ტაოს ნახევარზე, თუმცა ტაოს იქნება ბურთი. ამასობაში გავიდათ 15 წუთი. გივი მაცკეპლაძე მოაწვის არ ჩქარობს ტაო, შვიდად მივიდა მოეწყო აუტი. ცუდად დააწია ბურთი ბროძელმა, საუნშოთ რომ კარგად დაწნეხი ყოჩებმა, ასე რომ ეს შეცდომა შემთხვევითი არ ყოფილა და ყოჩებს ექნება ხა კარგი შესატევი აუტი.
ჯაბაბრეგვაძე ემზადება. მოაწოდა ყოჩება კარგი მოწოდება, გავიდა ხაზე ფუცხვანიძე, ცოტა უკან იყო პასი, კარგად ჩაერთო რანი მხალაძე, თაზე გადაცემა ჭიჭინაძე. შევიდნენ 22-ში. ხატიაშვილი დასვა 1 მეტოქე და ჯარიმის უპირატესობა. უტევს პერანიძემ თვითონ შეუტია ცუდი გადაცემა და ჯარიმა დაბრუნდება. ცენტრია, ნუ ის კარგი დასაწყენია, მაგრამ რა თქმა უნდა, მასაც აუჩი გადაიტანა ნამდვილად. ამასობაში მეჩი დაიწყო და ანგარიში უცვლელია. ამან ამ ბაზაზე ხშირად იაროვდა, ყველაფერი დალაგდება. მოინდომებს, აბარა იქნება. ტრავმებია, შესვენება. ხო, პარალელურად ვაჩვენებთ ყაზბეგი არის თამაშს, ასევე პიცრის შეგვილია მაგათად თამაში ანგარიში ვთქვათ რა. არა, თვითონ გადახედონ მე. ბატონო. საიძე შესვლა ყველა შეუძლია. ხო, გეტყვით რომ იქეთაც საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, ასე რომ ის ნამდვილად ამ ტურის ყურება. აქ მალაღურაძე გადადის და უკვე კარგ ზონაში პირველი ისეთი 5 მეტრიანი რეალური შანსი. ისა კარგად თუ მოიგეს ტერეფანი, მოკლედ გაუჭირდება დაცვა თავისი. სამცხე ჯავახეთს, ჯაბაბრეგვაძე ბურთს იღებს და ემზადება შემოსაგდებად. შემოვარდა, ბოლო კაცზე 2 ხელით სუფთად მოიგეს და შეცვალეს. აი თქო შეიცვალა და არა, მოწყდა მარტოა უკვე გოლი აღარ ჰქონდათ. თუმცა ახლოს არიან მაინც ხაზე გავიტანეს და ჩაუჭრა და დაუვარდა ბურთი. არა და კარგად წაიკითხა ბროძელმა ძალიან ეს მომენტი. არ იყო თან თამაშგარე, აღნიშნოთ ისეთი იდგას პროპორციაში. ჰქონდა კი და არც რა თქმა უნდა ძალით წინ თამაში ეს ვერანაირად ვერ ჩაიდგება, იმიტომ რომ ჯერ თითქოს დაიჭირა ბურთი და მერე უბრალოდ გადაუვარდა ხელიდან. ხო, დაგვავიწყდა რომ საბა ჟორჟიკაშვილის დღეს აქვს დაბადების დღე და მიულოცოთ საბა თუ გვისმენ, გილოცავთ მთელი რაგბის კავშირის სახელით, სამსაჯოსიო, მოკლედ ყველა ვიზიარებთ ჩვენს სიხარულს და გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ საუკეთესოს. კიდევ სახიფათო ზონაშია ყოჩები, ისო კარგი მომენტი, შერკინება, ვნახოთ, შერკინება წინა შერკინის მოწყობა მაგათაც ძალიან გაჭირდა, ვნახოთ ეხლა როგორ გამოვა, ეხლაც თქოს არა გავიდა ჟოროშვილის ფეხებთან ბურთი გავიდა, გაიტანეს დარტყმა და გამართულია თუ ავსდები, აქ შეაყოვნა მეტოქე. ნუ გადარჩა ბურთის დაკარგვას ყოჩები. უკვე მორკინალებს აწყობს პერანიძე, ჯავაბრეგვაძე, ხატიაშვილს მიცა, ხატიაშვილი წავიდა. აგრესიული ბოჭვა დახვდა ხაზე ჭიჭინაძე სახიფათოა და აი ფეხებში გაუკეთეს კარგი ბოჭვა და არა აქ ნახდება არა ყოჩებისა და ჯარიმა კი ბატონო ჩავარდნენ იქ რაკში გოგიძე უტევს ჯერჯერობით წინ ვერ მიდის ყოჩები უფრო სხვადასხვა ნუ ხაში ისეთი საფი კარგი მოთამაშეები ყავთ ბევრი შვიდკაცის ნაკრების წევრიც არის და აი აქ კარგი გადაცემა რეხვიაშვილი თუ გააკეთებს ოფლოუდს ვერ გააკეთა ჯაბაბრეგვაძე ცუდი გადაცემა და დაბრუნდება ის ჯარიმა. კუთხეშია, ნუ აქედან რა თქმა უნდა. ეს დაუთში უნდა გადავიდეს ყოჩები. ნახოთ მოლს ჯერჯერობით იცავს ტაოს სხვათა შორის აღნიშნოთ
ნუ არც ხდებიან აუჩი და ამის ხარჯზე რა თქმა უნდა არის მოლს აძლიერებენ. ამჯერად მოლის დასაწყისში ააგდეს, აუტის დასაწყისში კარგადაც მიდიან. არის კონტროლი და აქ წესით არა. ბურთი უნდა ჩანდეს, ოღონდ სად არის. ჯარიმა. და მომრავლდა ჯარიმები, აქ წესით გაფრთხილებას მიიღებს და აუცილებლად. დაიბარა კაპიტანი შოთა დევზაძემ. მიიღო კარველაძემ გაფრთხილება. 22 წუთი დაიწყება ამასობაში. და ჯერ ქულა არ გასულა. ისევ კარგი აუტი ყოჩებისგან, აქ თითქოს კონტროლიც არის. ბოლოში აი ნუ მიდის წინა პენანიძე მოეხსნა სწორი გადაწყვეტება თვითონ შეუძლია დაუვარდა. თუ აი ვიდეორეფი ყავს, კი ვიდეორეფი ყავს. შეიძლება დაამიცა და მერე გადავარდა. ხშირად ასეც ხდება. საჯის ხმა არ გვისმის, ხო? არა. ძალიან მნიშვნელოვანია როგორ კითხოს დასვან შოთა თევზაძე რა სიტყვის თუ რა დაინახებს საჯიმ პირველადი გადაწყვეტილება რა არის. ედნის გადაწყვეტილება მე მგონი უკვე ახსენა. წინ დავარდა. არ ვიცი, რა ვერ გავიგე. მაგრამ თუ ემოციებით ვიმსჯელებთ მე მგონი დაუვარდა კი, ეს დავარდა აწესით. თორე გახარებული წამოხდებოდა სხვა შემთხვევაში თენგიზი არა? ხო, კი. ხო, მე მგონი წინ დავარდა. ხო, რა ვიცი. ნახოთ დავიღოთ მაინც საჯის გადაწყვეტილებას, აი ვიდეორეფი. არის ის ეკრანი აქვს საჯებს, კი ბატონო, წავა ახლა შოთა დევზაძე და ივჯელებენ საჯები ამ მომენტზე. სულხან ჩიხლაძე გვერდით გამოსული საჯები ძალიან ხო და პაპუნა ჭიქაბერის 4-ვე საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახლავთ. ნუ ხო წესით ეს ლელოს არ გავს ეს ხო ჩარბის იქ. ეს ხედი არა მე მგონი გავარდა. ხო შეკინება დაოსი რა თქმა უნდა ეს ვერ ჩაითვლება ვერანაირად ლელოთ. გადარჩა ტაო, ეს ნახდათ რეალური შანსი იყო მილიმეტრებში იყო პერანიძე ლელოდან. გავიდა
და დაჯარიმდა დაო? არა, არა, პირიქით ყოჩები დაჯარიმდა. ბატონო. ხო, ამ ზონაში ხშირად ესე ჯარიმა არის ხოლმე ბურთიანი სასარგებლოდ, ну ეს ნიკამაშკული ამას ეძახის შეგნებს გეოგრაფიას, რაც მოგისმენიათ მის ინტერვიუები ამას აკეთებს განმარტებას ხშირად. ესე ვთქვათ, აქვს მნიშვნელობა რა აი ზონაში, ზონაში ვისი. იმიტომ რომ ხშირად არის გადაწყვეტილება უნდა მიიღო 50-ზე მომენტებში და ასე დროს უკვე შემოდის ეს გეოგრაფია. რა თქმა უნდა, ჩვენ დაჭაგრავ. ხო, აქ დააკვირდებით მუხლი პირველი დადო ყოჩმა მორაგბება, ამიტომ კითხვაც არ ყოფილა. ამოისუნთქე ხა ცოტა დაომ ნახოთ შეტევაში მარტო ერთხელ უკვე 22-ში ჰქონდათ მათაც შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენეს. აქ კარგად ითამაშა ბრუძელმა ორიგინალურად. გაიშალა, აქ თაზე შკინინიო თოვსდები, არა. წავიდა, გაისაბოლოოდ არა, ორიგინალებით გადაწყვიტა შეტევა, არ გაშალეს მაცკებლაძე და ბრუძელი ფეხს ურტყამს თავისუფალ ზონაში, კი ბატონო, კარგი დარტყმული. ამ 23 წუთის მანძილზე ძირითადად დაინტრა შკინინი? როგორც ჩანს. ნახოთ, კი ბატონო, შეცვალა გიორგი ნავროზაშვილმა ხედავთ. ამ 23 წუთის მანძილზე უმეტესი წილი თამაშობს ყოჩები მოწინააღმდეგის ნახევარზე. სულ მე მგონი მეორე თუ მესამედ გადმოვიდა სამცხე ჯავახეთი ყოჩების მხარეს. აქ რა ხდება? შეუულია თამაში წავიდა მეტრეველი ძალიან კარგი მორაგბეა და ტარუგატას ლელო. ტურანგათა კი ბატონო მეტრეველმა ფსკემად ითამაშა, მას ძალიან კარგი სეზონი აქვს, სახიფათოა ასეთ სიტუაციებში და ეს ტაოს უნიშნავანი ლელო. აუჩი დაკარგა ყოჩამ ბურთი და ეგ ამას მოყვა ყველაფერი ამ უნიშნავანი ლელო ტაოსთვის, გარდა იმისა რომ იგებენ ლელო მიითვალეს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათთვის. რუსტია ტალახაძე 7-0 დაწინაურდნენ მასპინძლები. გაურთულდა ყოჩებს ძალიან. ეხლა რომ გათამაშებაზე მაინც რო იფიქრონ 4 ლელო აქვს გასტანი, ისე რომ არც ერთი აღარ გაუშვა. კი ბატონო. დროგი იზრდება და ვთქვათ უკვე დარჩა ამისთვის აქვთ 55 წუთი დარჩათ. აქ რა ხდება საბოლოოდ კი ბატონო აიღეს ბურთი ტაოს მორაგბეებმა უნდა გაუშვან მიწაზე წავიდა უკვე ნავროზაშვილი და ეხლა დააგრძელებს რეზი ბროძელი რაქს თუმცა არა ხდება ჯარიმა შეცდა ჯავაბრეგვაძე ჩათვალა რომ გამოსულიყო რაკიდან ბურთი მაგრამ თავს ახალი წესებით ოდნავ გამოსული თუ არის მაგროს თავდასხმა არ შეგიძლია 9 ნომერზე თუმცა სიმართლე გითხრა ამ შემთხვევაში მე მგონი ბურთზე ითამაშა მაგრამ მე როგორც დავინახეთ ჯერ კიდევ თამაშგარეში იყო ჯავ მაინც ჯობია რომ საჯის ნიშანს დაელოდო რომ თამაშია როგორც წესი აცხადებს ხოლმე არა ხარი უდევს მიდებული აქ და რაქის კონტურსია ნამდვილად თამაშგარეა კითხვა არის აქ კი გადმოვიდა დაო კიდევ ერთხელ მეტოქის ნახევარზე
აუტებში კარგები არიან. მასპინძლები გაიშალა ხაზზე ნიკოლაშვილი წავიდა ფლოდ ვერ გააკეთა და ხელი აქვს გაშველი შოთა თეზის. მაღალი პოჭის გამო არა მანამდე ხო თუ რა კი როგორც ჩანს მაღლა მოუვიდათ პოჭა პოჩებს გვიან ბოჭოზე დააჯარიმა რანი ფხალაძე. და ყვითელი ბარათი გვიანი ბოჭისთვის რანი ფხალაძეს. ხო, ძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ყოჩები კიდე უფრო დაუნძიმდათ სიტუაცია. დაისვენებს რანი ფხალაძე 10 წუთით, აქ კარგად არტყმული ბურთი და უკვე დაახლოებით 18 მეტრში ლელუდან ექნება დაოს აუტი. დერეფანი ძლიერი დერეფანი აქ შენ უკვე ახსენეს ერგო ეს ორი ხელით სუფთად მოიგეს მოვლით შეიკრა და ვარი პატრაცის კონტროლიც კარგი არ არის. შუიდან გამოჭრეს ყოჩებმა, კარგად ითამაშეს დაცვაში სხვათა შორის და არ მისცეს საშუალება და იქნება თავისუფალი დარტყმა. ძალიან კარგი თამაში იქ კერძოდ მიანიკაძე გამოცდილი ძალიან ვეტერანი დიდი 10-ის გამოცდილების ხარჯზე გაჭრა ეს მოვლი. კარგად გადავიდა მალაღურაძე ცენტრალურ ზონაში. თუმცა ეს თავისუფალი იყო რა თქმა უნდა ბურთი ისე ტაოსი იქნება. რა თქმა უნდა მასპინძლები არ ჩხარობენ. მალხაც ჭეიშვილი ძალიან გამოსწილი თავის ძოზე ფათაშოვის ყოჩების მორაგბე და მწვნელი რა თქმა უნდა 90-იანებში ყოჩებთან იყო დაკავშირებული მთლიანად. საქართველოს პირველ რიგში რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრებში უნდა იყო 2007 წელს აქ და აიღო მალაღურაძემ და გადამოწყვეტა ეს ეპიზოდი აუცილებლად, მაგრამ ესეთ ნახოთ გადამოწყვეტა და კი ესეც სასტვენია აუცილებლად შემოწყვეტა აქ ეს ეპიზოდი. დააცადა ბოლომდე შოთა თევზაძემ და რა თქმა უნდა ეს ფუფუნება აქვს ახლა თევზაძეს რო გადაამოწმოს ეს ეპიზოდი. ჭკვიანურად ითამაშა ლაშამ სხვათა შორის. დაინახა რომ დააგვიანეს პასის გაკეთება მასპინძლებმა და სწრაფად აწია ხაზი. და ისევ ეკრანისკენ მიემართება შოთა თევზაძე მე მგონი. კი, ნახოთ საინტერესოა. რა მოხდა? აქ არაფერი არ არის. მე ხო არ ხდება ხელზე ფეხიდან. ჯაბას, ლაშას უკვე. ლაშა აი თავიდან არაფერი არის, მე არის მომენტი როცა ფეხზე ხდება ლაშა მალაღურაძეს თითქოს ხელზე ხო არ ეხება. ფეხზე ეხება თუ არა, ფეხზე რო შეეხო ვიცი, მაგრამ სხვა კადრი უნდა აჩვენონ თუ არის ამის საშუალება, რომ უფრო დაზუსტებით გავიგოთ. აი აქ თუ ხდება, არა არ ხდება მე მგონი. არ ვიცი. აქ არ ხდება, აქაც არ ხდება. მე ძირს როგორ მოდის მაშინ ბურთი. მე მგონი ტალახაძის არ ხდება? ხო. მოკლედ მე მგონი ტალახაძის ხდება. სამწუხაროდ არ გვესვის შოთას. ხო, მსჯელობა. არ იქნება ლელო როგორც ვთქვა.
ხო. ხო, ორ ხევ წინ თამაში მე მგონი და. ლელო არ არის პირველი წინვარდნა იყო 10 ნომერი თეთრი მე იქნება შავი. ორ ხევ წინ თამაში. ემეს ხალხის ლაშასაც ემოციებმა გაუნტყუნა რომ არ იყო გახარებული ძალიან თქო ვიდეო. მოკლედ, სწორედ საბოლოო ჯამში სამართლიანად დასრულდა ეპიზოდი, იმიტომ რომ ყოჩებს დარჩათ ბურთი. რადგან პირველი წინ თამაში გაუვარდათ სამცხე ჯავახეთის ბიჭებს. პერანიძე ბურთით ხელში ამასობაში პირველ ტაიმისთვის განკუთვნილი დროიდან 30 წუთი ამოიწურა და 0-7-0-ს ტაო ჯერჯერობით იმარჯვებს. ამასთან დამატებით კიდე ყოჩებს ჯერჯერობით ნაკლებ კაცა რაგბით უწევთ თამაში, რადგან ყოთელი ბარათით მოუწიათ მოედნის გაძევებამ საჯებს. გამოერია ამ შემთხვევაში, მაგრად ყოჩი შერკინება სამცხეს და ვერ გაუძლეს და დატრიალდნენ და ჯარიმა რა თქმა უნდა გადავა კიდეზე. კარგად მიაწვა ყოჩები. ყველავარინჩეს კარგი ეპიზოდია ყოჩებისთვის. ერთი ნაკლები არიან და თან რა თქმა უნდა 22-ში შეუულიათ უკვე ლელოზე თამაში. ნახოთ როგორ გადაიტანს მალაღურაძე. ბურთს კი მე მგონი საკმაოდ კარგადაც დაარტყა, კი დაახლოებით 15 მეტრში იქნება ყოჩების აუტი. კარგად მოგებული აუტი გოგიძის მიერ დაიწყო ყოჩება წინსვლა. აქ ერთი დატრიალება ჭირდებათ და წავენ წინ, თუმცა ტაოც გადმოეწყო. აი ახლა კარგი მომენტია. ბატონო საბოლოოდ თამაში გადავიდა რაკში. არა უნდა გაუშვას ზოიძემ და ხა უკვე აიღე და მიეძალეს თამაში მოუწევთ. ხელდახელ, ხო, ნუ სხვა რა უნდა ითამაშოს აბა ახლა ყოჩებმა. მიქანაძე შეინარჩუნეს ბურთი. კი, თუ აქ სწაფი ბურთი მიიღეს და კარგი დარტყმა, ხაზეც გატანა შეიძლება ნამდვილად, მაგრამ ნახოთ ჯერჯერობით აი ხა პერანიძე მოკლეზე რეხვიაშვილი ერთ-ერთზე დაჩაგრავს, გამართული მივიდა. არა ბურთი შებოჭეს. მაინც შეინარჩუნეს, პერანიძე გაგრძელებას ალბათ ორიგინალებში მოძებნის, რა თქმა უნდა, უფრო სწორედ. მიქანაძე მეთქი და მიქაძე უკაცრავად. გოგიძე ახლოს არის და ძალიან კარგად ითამაშა. გრძელი, აი, ხელი რა. გრძელი ხელები რატოა კარგი. აი ეს ბატონო მშვენიერი ერთი ლელო გაქვითეს. გაქვითა ყოჩება ნამდვილად სხვაობად შეამცირეს. მნიშვნელოვანი იყო ეს მათთვის თან კაცნაკულება გააკეთეს ეს ყველაფერი. კუთხიდან საკმაოდ რთული გარდასახვევი მოუწევს ლაშას. კარგი ხედი გვაქვს ძალიან, ზუსტად დავინახავთ ბურთი გავიდა თუ არა. ასპინძაში არის ჩვენ ვეძახით სამცხე ჯავახეთის ტაოს, მთელი რეგიონი ეს თქვა აფინანსებს ამ გუნდს, რეგიონის გუნდია, მაგრამ ბაზა აქვს ასპინძაში და ეს მატჩები უმეტესად თუ ძიმე მეტეოროლოგიური მდგომარეობა არის, ისინი თამაშობენ სახლში, სწორედ ასპინძის ბაზაზე. აქ გოგიძის კიდევ ერთხელ გოგიძის ბრწყინვალე თამაში.
შეიყვანა ტალახაძემ. კარგი საბრძოლო, თუმცა აფრთხილოთ აიღო, ისევ გოგიძე ხო არ იყო. კი, გოგიძე იყო, ძალიან კარგია ის დღეს. გამოშალა ყოჩემა გზელი გადაცემა აფთაზე რისკიანი, თუმცა კარგად ითამაშა საბოლოოდ ჟორაბღებრიშვილმა, დააწოდა გოგოლაშვილი. გვერდი წავიდა და უნდა ამოწიონ ხაზი აქ ტაოს მორაგბეებმა სხვა შემთხვევაში. გოგიძე ხო, ვერ წავიდა წინ ყოჩები, ნუ ზოგადად არ არის რეკომენდებული აფში განზე სირბილი, იშვიათად რო ეს იყოს მომგებიანი. გადაუკიდა. უბრალოდ ცარიელი ადგილი მე მგონი მონახა, თუმცა კარგად. ტალახაძე აქვს სივრცე. ბურთი უნდა შეინარჩუნოს, სწრაფად გადის ბურთი რაქიდან ძალიან თან. ტურანგათა. და ჭკვიანურად, ძალიან ჭკვიანურად თამაშობენ იქ ყოჩი მორაგბეები, კერძოდ ჟორაბღებრიშვილი იყო. იცის ჟორამ თუ რა ახრიკები შეუძლიათ. კონძულელებს ჩაიდინონ და აქ რა ხდება, სწრაფად გაათამაშა ტაო. წავიდნენ მთაზე ბურჭულაძე. ვარველაძე, აუფლოუდი უნდა გააკეთოს, ვერ ამოაგდო, თორე ხაზზე გავიდა ბურთი. არის რაოდენობა. ვაუ, ძალიან კარგი და წინვალელო ვეფხია ფეიქრიშვილმა დაუქმნია წინვალეთ. ეს კარგი ეპიზოდი იყო, ზოგადად თელი შეტევა და ტაო უკვე მეორე ლელო გაიტანა ტაიმის ბოლოს და საკმაოდ კარგ პოზიციაში და შეუძლიათ უკვე სხვა ერთ ლელოზე მეტი შექმნან. ნიშნულოვანი ლელო აქ მეტობაც ქონდათ ხაში მოგცემთ რანი მხალზე გაძევებულია. აქ არ მოწდება თორსები არაფერი, აი ფიქრიშვილმა წინვალეთ დაიქნია. კარგი რა თქმა უნდა, თუმცა მესამე ხაზს ეს არსენალში აქვს მოქმედება. 14-5 უკვე 9 ქულიანი უპირატესობა ტაოს. და სადღაც არასრული 3 წუთი პირველი ნახევრის დასრულებამდე. სიტუაცია ისევ გათანაბრდა. აქ რაკნა, მალაგურაძემ სულოჩეა. მაგრამ თამაში გაგრძელდება. შეეხნენ ტაოს ბიჭები. უტყავს ნიკოლაშვილი, ასე თუ ისე კარგად, თუმცა ცუდად მიიღეს. გოგოლაშვილი შეცდა პატარა, არ გოგოლაშვილი არ ყოფილა უკაცრავად. ჭიჭინაძე, ხო, და ნიშნულოვანი ეს ძალიან ცუდი დაკარგვა და უკვე ტაოს გიხდება ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი შემტევი პოზიცია. შერკინება მივიდნენ ნელა, უკვე რა თქმა უნდა ყველა ესეთ პატარა ესეთ ეპიზოდებში დაუცილებს რომ ტემპი დააგდოს, რა თქმა უნდა. გავიდა ზოიძის ფეხებთან სწრაფად მოეხსნა ზოიძე. კარგად ამოხურა იქ ძალიან თორცები ლაშა იყო მალაღურაძე. ნიკოლაშვილი არის სივრცე და წინ თამაში. არ დაიყო კარგი შანსი რომ პასი გაეკეთებია ზუსტად ჭაზე შეიძლება სწრაფეზე შეტევა, თუმცა არ გამოვიდა საბოლოო ჩეკინება და ხო ნახოთ აქ რა ვიცი ყოჩებს რა გითხრათ არ ტაიმის დასრულებაზე რომ ითამაშოს, დიდად აწყობთ, ალბათ მოუწევთ ხელს წამოღება. ან შეიძლება გავიცი შეიძლება ცოტა ამოსულა გადაწყვიტონ ვერ გეტყვით ძნელი სათქმელია ნახოთ რას გადაწყვიტავს სტუმარი გუნდი აი აქ
ვერ გაკეთდა ზუსტი ოფლოუდი. მოიხსნა, შეუტია ყოჩემა მალაღურაძე ფთაზე გადაცემა. შემოვიდა აბრუნებულ ამასობაში ანიხალაძე. მაგარი ბოჭა მოხდა. რაკი უკვე ჩამოყალიბებული იყო და ჯარიმა იქნება, რა თქმა უნდა. ფერის ჩარტყმის გამო გაათამაშა თენგიზ პერანიძემ სწრაფად. და კიდევ 10 მეტრის წესის დარღვევა. ნახოთ. ყვითელი ბარათი თუ არა, რაღაც გაწევ გამოწევა იყო პატარა, მაგრამ რა თქმა უნდა დამშვიდებიან. და ბარათი კი. ასევე ყვითელ ბარათს იღებს ტაველი მორაგბე. ასე მოულოდნელად შემოტრიალდა ტაიმში სიტუაცია ეს თორნიკე ზოიძე. კი დანაკლისია სერიოზული საკმაოდ ტაოსთვის. ნუ სწრაფად გაათამაშდა, არ იყო ჩასული ბოლომდე დაუქვევით და ისე შებოჭეს თენგიზ პერანიძე. კი აქ 22-ის გარეთ იქნება აუტი. აქ კარგი აუტი, მოლი. ორი ხელით კარგად მოიგეს და მოლით ჩამოყალიბებულია. ბიძგი აქვს, თუმცა 23-24 მეტრია ლევოს ხაზამდე. სად არის უთი? აქ მარტო დარჩა ჯავაბრეგვაძე, ხო უნდა წავიდეს მიწაზე. გავიდა ხაზე, ასე ისე კარგი გადაცემა. შამაც შეანელა. გამოვიდა. ჭიჭინაძემ შეინარჩუნა პერანიძე. გაუგეს ერთმანეთს. კარგი გადაცემა. ხალაძე და უკან დაიხიე მოუწია ყოჩებს სახევა. კი. პერანიძე გაგრძელებას ეძებს. მარცხენა ფლანგი მალაღურაძე გზელი გადაცემა ბრეგვაძეზე. კარგი ამოგდება, გადაგაგეს მუთი და აქ შევა კონჩეტევა წამოიღოს ტაო ფეხი დააწყეს და არა გადავა და ტაიმის დასრულდება. ტაიმის დასრულდება. კი, ჩვენც 10-20 წუთი შევისვენებთ და დაგიბრუნდებით ისევ ძვირფასო ტელემაყურებლებო. 14-5 მასმიზლები იგებენ.
აქ რა მოხდა? ჰაერში ახტა და ჰაერში ჩამოაგდეს არველაძე. მაგრამ ერთად ახტენ. ხო, რა ვიცი, ეს ძნელია ჰაერში კაცებს აჯობენ, უკვე და ძნელია კაიკო. ან ნახოთ. შეიძლება ვიდეორებმა გადაამოწმოს. მალხა შეეშვიდი დავთ. ჩუმად, მიმალური უყურებს. ხო, ბუნებაში. ხო, სტადიონი მიცა ნამყოფი ვეთყვი, რომ ძალიან ისეთ კარგ ადგილასაა და ნამდვილად თები ხედი ისეთია, რომ თები ჩანს იქ. ზოგადად კარგი რეგიონია ძალიან და შეგიძლიათ ესტუმროთ თქვა ტურისტულად. შეგიძლიათ კი რა, უნდა ესტუმრო, იმდენ რაღაცა ისტორიული იქ ნახო. რა თქმა და უნდა. მაგ რეგიონში დაათვალიერო, რა ვიცი. საპოლო თოტაოს შერკინება ცენტრალურ ზონაში. მიაწვა უკვე ტაო კარგად, თუმცა გაიტანა ბროძელმა და ტალახაძემ ვერც ვისე კარგად დაარტყა. რეხვიაშვილმა აიღო ბურთი. ინარჩუნებენ ხოჩები. ყებრიშვილი უნდა თორცდები კი ბატონო, საბოლოოდ რა ხდება? აქ თურან გატავნუ ხისტი ბოჭო გააკეთა ჯიჯინაძეზე. და აქ უკვე უბურთოზე კრახელი, ამიტომ არ შეიძლება ეგეთი რაღაც გაკეთება. და ყვითელი ბარათი კი ბატონო. და ისვენებს და ახლა 13 კაცით არის. დაო, 1-2-3 წუთი კიდევ იქნება 13 კაცი. აღარ იყო აბსოლუტურად საჭირო. ერთი მაგარი ბოჭო გააკეთა და ბურთი დააკდებინა, იქ ძირს იყო ბურთი, დალოდებოდა რომ თამაშეს. ბურთი აიღო და შეებოჭა გადაედევნა კიდეზე და იქნებოდა მოგებაში ტაო. თან ყველაფერი მაგას ასარგებლოდ ხდება, ხო? შობა რა მომენტია და არ არის საჭირო გააფუჭო გარისკვა, ხანდახან ეგეთი რაღაცების შეიძლება რაღაცა სახით გაამართლო. უხეშობის გამართლება ნამდვილად არ შეიძლება, მაგრამ რისკი შეიძლება გაამართლო. და ეხლა არ ჭირდება ტაოს გარისკვა. არავითარ შემთხვევაში კი. დროის ამბავია და აი აქ დალოდებოდა, რაში იყო საჭირო, ხო? იცის რომ ბურთი ძირს არის და დახტომოდა იმ ბურთს და საერთოდ დაეღო. კი. ხო, ალბათ ეს პრობლემა აქვს ზოგადად ფიჯელ მორაგოს თუნდაც გაცილებით მაღალ დონეზე, ხო, დისციპლინობა ახასიათებთ. შეიძლება და განთავისე შეიძლება დაგამტრიო, ხშირად გვინახავს ახლა ხედავ ტრავმირებული ჯინაზე და ესე დაწვენილი მაგ ფიჯელების მხრიდან თუ ხისტი ბოჭო გაიგეთეს, შეიძლება ძალიან გატკინონ. არ ჩავს ხოთაშვილის მაინც და მაინც ყოჩები. ხო, ცოტა ყურები ხوار ჩამოყარეს, ნახოთ. აუტი კარგად მოიგეს, მოლი. ხო, რაცა კი მოლია ეს. თუმცა გავიდე ხა ხაზე ბურთი. ჭაზე შეიყვანეს კარგად რანიმ ხალაძე. მშვენივრად ითამაშა რანიმ. ეს კარგი შეტევა ყოჩებს მხრიდან. მალაღურაძე რეხვიაშვილმა კარგად ვერ აიღო და კონჩეტევაზე მოდის თუ გადავიდა კიდეზე. გადავიდა. თუმცა დაიცვა თავი დაო. და გეგენავა შემოსულა, ბებერი გეგენავა, რომელიც დღემდე ისეთი სწრაფია, რომ კი. ბარე ყველა ახალგაზრდა დაუდგეს, ხო? ახერხებს ისეთლებს დადებას, რომ გამოცდილებს, ერთ-ერთი ასე მეც მინახავს თითაჩი გეგენავა და გიორგი აბრამიძე, აი ეს ორი მურაგვე ყველაზე მოხერხებული მურაგვებად. ძალიან სხარტია გეგენავა და აი ყველა ბოჭოდან შეიძლება ამოხდეს უცნაური მოძრაობით ისე გაგცდეს, რომ ვერც კი იგრძნობს და დაინახა. კი, იცის რა ოსტატია გაბითურების დემაც წლების განმავლობაში აკეთებდა, რა ვიცი. 15 წელს წინაც თამაშობდა ის თითაჩი, მე უფრო დიდი ხნის წინაც.
ასე რომ დაახლოებით 20 წელი ის. მითამაშია მის წინააღმდეგ და იყო აი ძალიან მოუხელთებელი და არავის არ უყვარდა მაგაცის წინააღმდეგ თამაში, იმიტომ რომ 10-დან 10 გაგწდებოდა და კი მე მახსოვს აი რაღაც წლები ისეთ მაგარ ფორმაში იყო რომ ფაქტობრივად ყველა იმაზე ასრულებდა რა შეტევას წარმატებით თუ 1-1-ზე დატოვებდი ან 1-2-ზე თუნდაც. კი ბატონო გეთანხმები. მაგ რა ხდება უტევს დავუნდეთ თამაში რეხვიაშვილი შევიდა 22-ში ყოჩები ძელი გადაცემა გამოიშალა აქ შეიძლება კარგი შეტევა ფუცხვანიძე საბოლოოდ თუმცა კარგი ბოჭო გააკეთა ძალიან დაოს მორაგბემ და დაუვარდათ როგორც ჩანს ყოჩეს ბურთი ხო არ გამოიყენეს ეს ორკაციანი მეტობა და ამასობას შეიძლება არ გამოწყული ზოიძე დაბრუნდეს დრო ნამდვილად არ მოქმედებს ყოჩების სასარგებლოდ. ხო 33 წუთში 5 ლოს დადება დამჯერეთ ცოტა ისეთი საკითხია მე მგონი დიდაჩი არ არის მაგდონის გუნდები რომელიც დაოს 30 წუთში 5 ლოს დაუდებს რთული იქნება ძალიან პროძელი აქ თუ არ დაბრუნდა ზოიძე მე მგონი ერთი ხაზიდან მოუწევთ ერთი მოთამაშის დამატება შეკინებაში დაჯარიმდა ყოჩები ეს მათთვის მნიშვნელოვანი ჯარიმა იყო აქედან ჯარიმით გამოსვლა კი და დაბრუნდა ამასობაში ზოიძე აქ წინვალე ფეხი აქვს დაოს მიზანი და გაწუნდებთ ბონუს თქულა გულის მოგება საკმაოდ კარგ შანსებს აძლევთ მათ ასე რომ ერთი ლო ჭირდება თამაშთვის მათ ხოლმე და ხოლმე რაც რა თქმა უნდა რეალურია აქ რა ხდება? დრო ჩაირთო ისევ. და მოუგეს ყოჩებმა მოწინააღმდეგეს სტერეფანი. ხაზიც გამოშალეს. ფთაზე. გეგენავა აი ამისა ეს ბიჭი. ახ და კარგი გადაცემის გაკეთებაც უნდოდა, მაგრამ წინ თამაში კი. არა და კარგად ითამაშა ძალიან, ჯვარზე შეიყვანა თანაგუნდელი და აქ უკვე წამოვიდა ცვლილებები. 2, 3 და 7 თუ სწორად მოვყავი. 2 ჩაბა ბრეკვაძე, გაგო გოგოსლიძე და გიორგი ნოდია დაისვენები. საჯაია უნდა შემოვიდეს ბრეკვაძის ნაცვლად. და ელდარ პატარაია 3-ზე. და საუბრობთ ჩემო კიდევ მესამე ხაზში გიორგი მოსაშვილი. ხოდრო გაჩერებულია, დარჩა 30 წუთია დაახლოებით დარჩენილი ცოტა მეტი. თავიდან
აი ამ შემთხვევაში მე მგონი რისმა ივაგლახით მოეწყო შერკინება ბურთი მიაწვა ყოჩები კი და ვერ გაუძლო საკუთარ შერკინებას დაომ ხო ალბათ სწრაფ ალბათ მქონდათ იმედი რომ მიაწვებოდნენ და არ ითამაშეს სწრაფ გატანაზე მიუხედავად იმის რომ კაცნაკულები არიან შერკინებაში და ამის გამო დაისაჯენ ისე ვთქვათ და მიიღეს ახლა 15-მეტრიანი აუტი მეტოქისგან აქ ორიგინალურად გაათამაშეს სწრაფად მოეწყო მოლი კონტროლიც არის წინსვლა ცოტა მეგონი აი ხა კარგი მიძგია და ლელო უნდა იყოს კი არის ერთი ლელო გაქვით აყოჩებმა კი რაც ვთქვათ ისეთი კიდე 4 უნდათ ხო კიდე 4 უნდათ კიდე 4 უნდათ და ამისთვის აქვთ 28 წუთი პატარა ტრავმა მიიღო ხატიაშვილმა გარდასახვა კუთხიდან ლაშა მალაღურაძის ნახოთ არ იქნება სიოლი გასატანი აქ კარგი კონტროლი ხო ორიგინალურად გაათამაშეს არ აღდეს მაღალი აუტი უცებ სწრაფად შემოაგდეს და ეგრევე შეკრეს მოლი და მოხერხებით აქ არაზუსტია მალაღურაძე 21-10 11 გულა სხვაობა და დაბრუნდა თურანგათა რაღაც მომენტში ანუ ცუდი ყვითელი ბარათი იყო ის მისი გუნდისთვის რაღაც გაგებით ნუ დაღალატება არასწორი სიტყვა იმიტომ რომ ბევრი რამე გააკეთა კიდევაც მან დღეს დაოსთვის არა აბსოლუტურად უსაჭირო მომენტში არასწორ ადგილას სადაც პირიქით კიდევ ერთხელ გავიმეორებ შანსი ჰქონდა იმისა რომ იმ ბურთს დაუფლებოდა და აიღო ჩარიმა და ყვითელი ბარათი კი ბატონო რა ხდება აიღო ყოჩემა და უკვე რა თქმა უნდა ისინი აწიიბუთავებენ ახლა გადაწყვეტილებაში ვერ გაუგეს ერთმანეთს ყოჩმა მურაკბეებმა და იქნება შერკინება ტაოსი კი აქ არჩება არანაირი ოფცია ყოჩებს ტაქტიკური თამაშის უბრალოდ ეს ვთქვათ უნდა ითამაშონ ხელით აქ ვარიანტი არ არის და რა თქმა უნდა როცა შენ გიწევს ყველა შეტევაში საკუთარ ნახევარს ხელით წამოღება იქ შეცდომის ალბათობას იზრდება ყოველთვის დიდია რისკი და ესეთი შეცდომა მოვიდა ახლა ყოჩებს ნახოთ წინა შეკინებაში იმძლავრა ყოჩემა ვიქტორ დიდებულიძე და გიორგი ბეკაძე ორი ბორჯღალოსანი აი აქ კარგად მიაწვდაო იგი ბატონო და აჯარიმეს მეტოქე და ალბათ ტაომაც რა თქმა უნდა ლელოზე უნდა ითამაშოს აქ სოსო მათიაშვილი რომელიც დღეს არ თამაშობს და ყოველთვის მე როგორც ტრამირებულია კარგად გადავიდა ძალიან ბროზელი 5 მეტრიანში ტაოს აუტი შეიცვალა კვაჭი გამოსულია თამას გილაძე აცუდა არა წინათ ითამაშა ზოიძემ მოლი კარგია და აქ უკვე როგორც ლიერაც მიდის მოლი ძაა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება
საჯაიმულელო კი, რა თქმა და უნდა. ყვითელი ბარათის მოყვება სავარაუდოდ ამას. ასეთი ლელო ჯაიმის garaში არ ჩერდება. ნუ იმდენად ძლიერად დაიწყეს წინსვლა, რომ წესის დარღვევის garaში ამას ერთ-ერთი გუნდი ვერ შეაჩერებდა. ხო, ნუ კი ახლა ნუ შეგვიძლია უკვე ვთქვათ ოფიციალურად, რომ ყოჩებს დარჩენის შანსი აღარ დარჩა და ტაოს კიდევ აქვს ბონუს გულის გამარჯვების შანსი. ძლავრი მული ძალიან. კარგად შეიყვნენ მასმინძლები. ელდა პატარაია ახალ გამოსული მორაგბე დატოვებს მოედანს, აქ საბრძოლო ბურთი დაკიდა მალაღურაძემ, კარგადაც და მოიპოვა ბურთი ყოჩებმა, კი ბატონო. მოსულიშვილი აქ გამყრელიძე კარგი დარტყმა გააკეთა. მივიდა თან ტურანგატას დააკონტაქტა ხატიაშვილი, რომელიც ბევრს მუშაობს დღეს ძალიან. ხაზზე საჯაია. აი კიდე ერთი ძალიან სხვათა შორის ხასიათიანი მოთამაშე საჯაია. კი, ნამდვილად. ყოველთვის ბოლომდე თამაშობს. კი ბატონო, აქ არა. და რა ბურთი მოიპარა ბროძელმა. ოჩახ რა ბურთი ამოიღო. ნიკოლაშვილი გამოიშალა ბურთი, გიგინეიშვილი ჭიდაობს, დასვა მეტოქე, უნდა წავიდეს მიწაზე, თყილად ცდილობს რომ მეტი წინ წავს არ ჭირდება. აი ეს იყო შეცდომა იყო ხა რა თქმა უნდა, ეს თავიდანვე მიწაზე წასულიყო. აქ უტევენ კარგად ყოჩები, მოკლეზე გადაცემა შეატრიალა კარგად გადაცემა, ჯარიმის უპირატესობაც აქვს. აი აქ მე მგონი პირველ ხაზელია და შეულიათ. არა, კიდე ორი კაც ყოფილა. და გეგენაო რა კარგად წავიდა. პერანიძე კარგი ამოგდება და ლელო. ფურცმაინძე გააკ. კი ბატონო. 25. ტრაუდებული ჭიჭინაძე ფუცხვაიძემ გადაიბარა მალაღურაძისგან დამტყველობა ზუსტია 28-17 4-3 წინააღმდეგ 22 წუთი თამაშის დასრულებამდე შეიყვანა ტალახაძემ 22-ში ჩააგდო, ნუ რა თქმა უნდა ყოჩები მოდის ხელით პერანიძემ გადაიკიდა, შემტევი გადაკიდება იყოს და აუხტა. კი, კარგად აუხტა პერანიძეს ზან, ამოგდებაც კარგი გააკეთა, თუმცა ვერ აიღეს ბურთი. მე-60 წუთი. აქ ვერ გაუგეს ერთმანეთს, ხო, ვიზე იყო პასი გამყრელიძე და ხატიაშვილი და ამას დაიკარგა ბურთი. შეუშალეს ერთმანეთს ხელი. ცოტა გაიწელა რაღაც ეს ეპიზოდი ცვლილება ყოჩებში
ტაო შემოდგენილობაშიც იქნება ცვლილება. ფეიქრიშვილი შეიცვალა, გამოვიდა მის ნაცვლად 20-ით გიორგი კბილაშვილი. ლელო გაიტანა ერთი კარგი ლელო საკმაოდ ფეიქრიშვილმა და გავიდა დამსახურებულ დასვენებაში. მიაწვა, არა გაიტანს კი ბატონო, სწორად ითამაშა ზოიძემ. კარგად ჭრაზე პადაცემა, თუმცა მარტოა. კი ბატონო მოიპარა, ამიტომ პერანიძემ ბურთი. თვითონვე შეუტია, რა ოფლოუდი გააკეთა. გოგიძემაც მასი. წინ თამაში კი ბატონო, ყავსვრიდან. აქ არის რაოდენობა, უნდა გამოშენო გეგენავა თუ ჩავდით, არ ჩავიდა. ძლიერად წავიდა საჯაიაო შეინარჩუნა ბურთი გეგენავა გამტანის პოზიციაზე მარცხნივ გავიდა ბურთი ხელდახელ ბოლომდე ჩავიდნენ ბღებრიშვილი უტევენ აქ კარგი შეტევა საფი ბურთი გავიდა ხაზზე ცოტა ისეთი გადაცემა საჯაია რეხვიაშვილი წავიდა თვითონ ეძალა აიცილა ბოჭვა და შეუულია მას ბოლომდე გასვლა აქ რა და ნიკოლაშვილი გეგენავამ კარგი ბოჭვა გააკეთა ბატონო და საბოლოოდ ბროძელი მეგონი როგორ დაარტყა მაგრა დაარტყა ძალიან ბროძელი კარგი დარტყმული ბროძელის შესრულებით გეგენავა მარცხნივ გადადის შეტანილი ბურთია აქ საერთოდ მოდის ყოჩები ხელით რანი მხალაძე მარტოა ოღონდ და თუმცა მაინც მოახერხეს მე მგონი არა წაიღეს ბურთი დაუერლებმა ვერ ვხედავ წაიღეს და მოკლეზე უტევს ბროძელი ტალახაძე აქვს მიყო ნავრაზაშვილი მიყვება ნავრაზაშვილის სტრაფია გაიტანს კიდევ ერთ ლელოს გაიტანს სამწყე ჯავახეთის ტაო ბატონო 33 ანუ 22 ქულასას დაამატებენ 35-ით 17 კი 5 ლელო 3 წინამდე და 1 ლელო და ბონუს მოგება ექნება ტაოს ხო რა თქმა უნდა 18 წუთში ყოჩების მიზნები ვერ შესრულდება ვერანაირად ხო არა თეორიულად ფაქტობრივად ხო ძალიან რთული იქნება 5 ლელოს დადება თავის რომსდადონ გადასავალში შევადაროთ სერგო ბოლო ორი თამაში დღევანდელ თამაშს ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ ყოჩები წინა ორ თამაშზე მე-16 ტურში ვიდრე დღეს ხო რესურსის პრობლემაც აქვს ხო ტაოც უკეთესი უნდია დღეს ჩემი გადმოსახედიდან და როგორც ჩვენ ახსენე, სამცხე-ჯავახეთის ტაოს აქვს შანსი, რომ მე-9 ადგილისთვისკენ მე-8 ადგილისთვის იყოს, ოღონდ პარალელურ თამაშს აქვს მნიშვნელობა თუ როგორ დასრულდება. თუ ბონუსით მოიგო ტაო ეყოფა, თქვათ, ყაზბეგის ნებისმიერ წაგება ეყოფა, ხოლო თუ ბონუსით ვერ მოიგო ტაო, მაშინ ყაზბეგმა უნდა წააგოს უგეშის გარეშე. და არესი პარალელურად მიმდინარეობს და დაძაბულობა. კი. კარგად აიღო ბურთი ბურჭულაძემ გააკეთა ერთი დარტყმა ზოიძემ არა შეუულია თამაში რანი მხალაძე წავიდა თუმცა კარგად ითამაშა ტალახაძემ არ გაატარა და აქ ჩავიდა კი ბურჭულაძე ბრწყინვალეა ძალიან მაგარი ბურთი გადაარჩინა ხა იქ საერთოდ ელოშევა მიიღო ჭკვიანურად თამაშა მხალაძემ სხვათა შორის მოთამაშეზე კი არ წავიდა ბურთზე რომელიც გამოსული იყო რაკის კონტურიდან როგორც ჩანს
დრო წესით გაჩერებული კი, უნდა უნდა იყოს იყოს ეს თქო, ამასობაში. და მაგრამ აი ახლა გააჩერეს. პატარა ცდომილება იქნება საჯის დროსთან. და ვიდეო რეფერი რა ხდება ნეტა? საჯის ხმა თუ შემოგვივა ეთერში კარგი იქნება. ალბათ იქ ჩხუბზე რაღაც მოხდა ვიღაცას ჩაარტყა და ეხლა გვექნება. ისევ ტელეეკრანისკენ. აი ადგილზე ვარ. თავში ჩხუბს არ ამოწმენ აქ გადაყრაზე. ღებრიშვილის შესვლას? არა გოგიძის. რატომ ღებრიშვილი იყო კი? ღებრიშვილის შესვლა კი. გასაგები, აბა მეორე მანახე შენელებული. პირველი კონტაქტი ხარზეა. მე შეიძლება თავზე არის რა. ხარი დაკეტილია. უკნიდან მოდის, დაკეტილი შემოდის, პირველი დარტყმის ძალა მიდის ხარზე და მე შეიძლება თავზე წეხება. ტობა ვერ მოითმინა ღებრიშვილმა. კი. და კიდევ ჩხუბია აქ. წავიდა ყვითელი ბარათით დაისვენებს ჟორო ღებრიშვილი 10 წუთით, 13 კაცი რჩება ყოჩები. რთულია ამ დროს რაღაცა თქვა მოთამაშეზე, იმიტომ რომ ესე სიტუაციაში მე ყოფილ ვარ, როდესაც წამიგია და გავარდნილ ვარ უმაღლეს ლიგიდან და მოკლედ მოთქვა ძალიან რთულია ნერვების. ხო, რა თქმა უნდა, თუმცა ვიცრუებთ, რა თქმა უნდა, ისე მშვიდობიან დასრულდეს აზრი არ აქვს. დასრულება კიდევაც რა საჩუმბარი რა აქვთ ხა ორი ქართველი მხარე თამაშობს, ხო? კი ბატონო. და ეს სპორტია ბოლო და მეტი არაფერი. ჩვენი საყვარელი სპორტი ოღონდ. კი. აქ უკვე ორი კაცი მეტობა, დიდი უპირატესობა და დაუსჭირდება, არა ჭირდება თუ არა, ყოველთვის ნახდა თუ წაადგება ბონუს გულა და რაღაც შანსებს გაუსვლის ესე ვთქვათ. კარგად მოიგეს აუტი, მოლი, ძლავრობს ზოგადად მეორე ტაიმში მათი შეკინება. აქ კარგი ბიჭი მიცეს და წავიდა უკვე რატომღაც მოიხსნა კილაძე, ბროძელი მარტოა? დაფინტა და ლელო. და პრაქტიკულად შეუძლებელია ესეთ გამოჭრილ ხაზზე შეაჩერო მოწინააღმდეგე, კიდევ ერთი ლელო, ბონუსკულის ლელო. კი, ბონუსკულის 6 ლელო 3 წინააღმდეგ. 6 ლელო გაიტანა დაომ, ასე რომ თუ ამ შეინარჩუნებენ ამ სხვაობას, თუ მეტ ლელოს არ გაუშვებენ, ბონუსკულით მოიგებენ. კარგად ითამაშა ძალიან ბროძელმა, ფინტით მოატყუა მეთოქე. გარდასახვა, რომელსაც პრინციპში დიდი მნიშვნელობა არ აქვს დაოსთვის. და ირაკლი გვენეტაძე დაოს პრეზიდენტი. ვაჩვენე ბავშვებთან, ბევრი ბავშვია დღეს ხედავთ.
სტადიონზე, რაც შესუნებაზე ბურთებიც გაათამაშეს და რა თქმა უნდა სიტუაციებით პატარები ხალისობენ. ტალახაძე თული გარდასახვა გაიტანა. 42-17 უკვე. და 13 კაცი, კიდე რამოდენიმე წუთი იქნება 13 კაცი, თუმცა 72-ები მე-15-ზე უნდა შემოვიდეს მღებრიშვილი. აქ ფუცხვაინძე ცაც ნაკლებ ხალხი იყო იქ გადმოკიდა და გიგინეიშვილს აქვს სივრცე. უნდა შეინარჩუნოს ახლა გიგინეიშვილმა, არ ეჩქარება უკვე ტაოს აღარსად. თავარი ბურთი უნდა შეინარჩუნონ. აი თუ გაიშალა და ვერ გაშალეს საერთოდ ბურთი სადაა. ტაოსია მაინც. და როზაშვილი სწრაფია ძალიან. კარგადაც წაიღო. კი, გაიქცა 10 მეტოქეს. ყველას და ყველაფერს გასდა და კიდევ ერთ ლელოს გაიტანს. კი ბატონო. 47, ну ეს რა თქმა უნდა, ну ყოჩები უკვე ხათ აშკარად ეთქვა, წაუხდათ ხასიათი, დიდი მიზანი აღარაფერი აღარ დარჩათ და ასე რომ ამ მომენტში ძნელია თავგაწირვა მოთხოვა გუნდს. 47-ით 17, 7 ლელო 3-ის წინააღმდეგ. ბონუსი და ეხლა ტაო დაელოდება იმას, რომ თავარია ნებისმიერი ანგარიშით რომ წააგოს ყაზბეგმა, უკვე ტაო პირდაპირ დარჩება და არ მოუწევს გაათამაშების თამაში. ტალახაძე ზუსტია 59-17. კარგად შემოვიდა ზოგადად ნაროზაშვილის კინი შეცვალა და არ დატყობია გუნდს. გოშას დაკლება თეზალაშვილი დაიმტრა ამასობაში. განაახლეს ხო ჩვენ და სერგო რომ ყველა თამაში ძალიან დაძაბულობაა ერთ-ერთი გამონაკლისის გარდა. რავი ჯარიმის შეუძლია გადაწყვეტა ყველაფრის და სატურნირო ცხლის შეცვლა და იქ პლეიოფების საკარგი განთესვა და ყველაფრის დიდი დრამა ბოლო ტურში. ნაკ რა ხდება დაარტყა ტაომ შორს რეხვიაშვილი დააჟდენს ძალიან კარგად აწია ხაზი ტაომ და აქ რაქშიც აწუხებენ გვერდიდან შესვლა თან უბურთოზე და გაათმეცაო ჯარიმის ადგილი სწორი არ იყო. კუპრაშვილი სწრაფად გათამაშება ხო და ნუ ხო ფუცხვანიძე აუტში უტყავს. ну რა ვთქვა თუ ყოჩებს არ ქონდა კარგი სეზონი საერთოდ რო შევაჯამოთ მაგრამ ну აი წინა სეზონებში იყო შემთხვევები რომ ბოლო ადგილოსები ძალიან ჩამორჩებდნენ დიდი ანგარიშები დაგებდნენ და აი ყოჩემა ის შეძლო რომ ბოლო ტურებში მაინც დაძაბა მოიგო თამაშები იქ ლამის ლიდერ აიესაც კი მოუგო ასე რომ შექებას იმსახურებენ თუნდაც იმისთვის რომ ბოლოში მაინც რაღაც ძალები მოიკრიბეს და დაიბრძოლეს თუმცა ну დატოვებს ეს ისტორიული გუნდია, პირველი გუნდია საერთოდ საქართველოში ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა თავის დროზე და ну ისტორიული გუნდია, თუმცა ეს არ არის პირველი გავარდნა ყოჩებისთვის, იყო აქამდეაც იყო ისინი გავარდნილები, ხო? აქ ეგენავა მივიდა გრძელი გადაცემა. კაცდა, ну კაცა, ეხლა ვხედავთ ამას აქში 59 წლისაა და
მაინც ახერხებს ერთი კაცი უნარები მოტყვის. არასდროს არ დაგკლებია. კარგად ამოწია ხაზი ოჩახ. გამოვარდა რაკიდან ბურთი რა ხდება ცოტა ფეხით გადაცემა. ქაოსია ცოტა. აიცილა ფუცხვაინძე ბოჭვა აქ ჯარიმა თუ წინ თამაში უბრალოდ წინ თამაში განახდება ყოჩების შეგინდებით მატჩი და თუ საჯის-მაჯის საათი და ჩვენი ტელეეკრანის საათი ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ 8 წუთი სადღაც ეგ შეგვიძლია პრინციპში გადავამოწმოთ 71 წუთია ოქმის იმითი ხო ნუ 1 წუთი წინ არის ჩვენი ტაბლო შერკინება კუპრაშვილი შეცვალა მან პერანიძე ხო ჯარიმა დაჯარიმდა დაო არ ჩქარობენ პირდაპირ გადაიტანენ აუჩი ესებიან მოლით შეუტიონ ზუსტია კარგად დაარტყა ფუცხვანიძემ ჩააგდო 5 მეტრიანში ორი ხელით მოიგეს ტერეფანი, მოლით ჩამოაყალიბეს ყოჩებმა. თუმცა ჩაეშალა და აქციოს ბურჯულაძე ჩასვლას მოიპარა კი ძალიან ბურჯულაძე ნუ ზოგადად მთელი სეზონი ეს გამორჩეული მურაგებია დაოს შემადგენლობაში ძალიან ბევრ შავ სამუშაოს საკუთრებით არის შავ სამუშაოში ბრწყინვალეა მაგ ძალიან კარგი დარტყმული აქ მოიგო აუტი, წავიდა ტურანგათა ოფლოუდი გადმოაგდო ბურთი, თუმცა გადმოაგდო საჯაიაზე. გოგოლაშვილმა მიიღო საბოლოო ჯამში ფრთაზე. შიგნით შებრუნებული პასი, თუმცა უმისამართო. მეტრეველმა მიიღო საუკეთესო თამაში კი ორი ისეთ თავიდან ისეთ დაძაბული როცა იყო თამაში იმ მომენტში ორი ისეთი რომ გააკეთა რომ იმსახურებდა ნამდვილად მაგრამ რა ხდება კუპრაშვილი უტევს და წაიღეს ბურთი როგორც ჩანს ტაოს მორაგბეებმა ცენტრშია თამაში ფეხით გადადიან მარჯვენა ფლანგზე უკაცრავად და პირდაპირ კიდეზე გადავა და ყოჩები მოაწვის ტერეფანს. ნუ როგორი დაძაბულობა. ნუ საერთოდ სასწაულები ხდება, არის პარალელურად გადის ეს თამაში
არესი ყაზბეგი არესი შეგვიძლია შეგვიძლია ლაპარაკოთ იმით რომ ასევე პირდაპირ ეთერში გადის რაგბი TV-ს Facebook ვებგვერდზეც და ბოლო წამებზე ყაზბეგმა მოახერხა გადამწყვეტილება გაეტანა თუმცა დრომ როგორც ჩანს 1 ან 2 წუთი კიდე დარჩენილია და ბათუმმა მოიგო ბონუსქულით რუსთავში და ასე რომ თუ წააგო არისმა გადაასწრებს არის ბათუმი და რაც მნიშვნელოვანი იქნება ან მეორე ან პირველზე ხო აია და ლელო როგორ დამთავრდება კი აია და ლელოს ანგარის არ გეტყვით რადგან ეს კიდევ გვექნება ეთერში აქ მოიგო ყოჩემ აუტი მოლი კი დასულდა ყაზბეგი არესი მოკეთ ახ არანაირი სხვა მნიშვნელობა არ აქვს ტაოსთვის უკვე ბონუსს შეინარჩუნებენ თუ ვერ შეინარჩუნებენ გოგიძე უტევს მოკეთ ყაზბეგი დარჩა პირდაპირ ხოლო ტაოს მოუწევს გაათამაშება პირველ ლიგის მეორე ადგილოსანთან ხოლო როგორც კი მოგახსენეთ ყოჩემბე დატოვებს დიდაც და აქ ყოჩები დააჯარიმდა უკაცრავად ყურება გამეფანტა და დააჯარიმდა ხო ჩაგვაფიქრა გვერდით თამაშმა ისეთი ცხრილს დავაშტერდით ორივე და ყოჩები დააჯარიმდა მასობაში არასწორ გადაყრას შეეგრძელებულ ნიანგისებურ გადაყრასზე და კიდეზე გადავიდნენ პაოს ბიჭები კარგად მოიგო ზოიძე მაუტი აქ ისეთი კარგი გათამაშება ნახო თუმცა წაიკითხა ყოჩემ მშვენივრად კაშალეს ხაზზე გავიდა მოგითაუ კარგად ითამაშა აქ ნიკოლაიშვილი არ შეაბუნოფლოუდი შეუულია დაუსაღება ძალიან კარგი იყო თუმცა შესრულება მაინც და მაინც კარგი ვერა საბოლოო ჯამში მაინც ტაოა ბურთით კი არის ხაში აქ რაოდენობა შეაბუნებული გადაცემა რა წინპასი ხო წინპასი კი წინ გადაცემა იყო შეკინება ცოტა გაიწელა ეს ეპიზოდი მიაწვა ტაო თუმცა გავიდა ბურთი და ეს ბურთი ყოჩებმა რეხუიაშვილი თვითონ წამოიღო შიგნით გეგენა მომიყვება აქ ისეთი დაბალი ბოჭვა თუმცა გრძელდება მარტო მოჩეს მოგე უტევს რა თქმა უნდა ყოჩები ხელით პრესტიჟ ლეველზე თამაშობენ ჯარიმის უპირატესობა გაყრელიძე ჯარიმა კი და შეუბრუნოს ჯარიმა გაათამაშა ბიჭო მორაგბემ გავიშალა ბურთი არველაძე და დაუვარდა არა უკან იყო ნიკოლაიშვილი შეაბრუნა და ლელო იქნება კიდევ ერთი ლელო იქნება კი ბატონო სწორად არის
შეცვალზე შემოსული გიორგი ნოზაძე-ლელოს ავტორი 54-ით 17 და გარდასახვაც. ახსნა შევისა რომ 7-დან 7-ვე გარდასახვა დღეს დაუნდა. მერვეც თუ გარდასახეს 10 რეალურია, მაღალი პროცენტი იქნება ძალიან 8-დან 8 გარდასახვა. ძალიან მაგარი შედეგია. და მოკეთ დავემშვიდობებით ყოჩები გადავა პირველ ლიგაში. ტრადიციული გუნდი რა თქმა უნდა არის ეს პრობლემა რომ თბილისური ეს ტრადიციული გუნდები ნელ-ნელა ტოვებენ დიდაც და იმედი დავიტოვოთ რომ დაბრუნდნენ, იმიტომ რომ მათ აქვთ ეს ადრეც იყვნენ გავარდნილი, მაგრამ დაბრუნდნენ და თქვა ფინალიც ითამაშეს, ხო, მესამე ერთხელ ვერც დაიღეს, ერთხელ ბრინჯაო. მოკეთ წარმატება უსურვოთ მათ პირველ ლიგაში. წარმატება უსურვოთ ყველას, ვინც კი რაგბიში ჩართულია საერთოდ. დიდი მადლობა გადაუხადოთ ორივე გუნდის მონაწილეს, საერთო ბრიგადას, ყველას, ვინც კი ემსახურებოდა დღევანდელ შეხვედრას. მადლობა რომ ტრამვების გარეშე დავასრულეთ და ლუკა კილასონიანი და სერგო გაბუნია ამით დღევანდელი რეპორტაჟით გემშვიდობებით. მადლობა რომ იყავით ჩვენთან.